გამარჯობათ ქართველებო, მოგესალმებით. მოკლედ დღეს 25 აგვისტო არის. ეს ჩვენი უახლესი ისტორიის, ასე რომ ვთქვათ, ახალი ისტორიის რა მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი არის. იმ ხრივ არის მნიშვნელოვანი, რომ 25 აგვისტო ეს არის აჭარის გათავისუფლების 300 წლიანი ტყვეობიდან გათავისუფლების თარიღი. დღეს ნაკლებად საუბრობენ საერთოდ საქართველოში ამ თემაზე, სადღაც სიზმარში მონაბოდივით იციან, რომ და ასე როდესღაც 300 წლიანი ტყვეობისგან მოხდა აჭარის დახსნა. ახლა ამაზე საუბარი ხო სირცხვილია საქართველოში, იმიტომ დღეს თურქეთი ჩვენი ძმა არის და ასე შემდეგ და ამიტომ დღევანდელ ვიდეო ლაივში მე გადავწყვიტე, რომ ეს დღევანდელი დღის განხილვა მოვახდინო ასევე იმ ქართველების უშუალოდ ამ პერიოდმა რა გავლენა მოახდინა საქართველოზე, იმ პერიოდის ქართველების მონაწილეობა აღწერო დღევანდელ ვიდეო ბლოგში. საკმაოდ საინტერესო ვიდეო ბლოგი იქნება. თავშივე მინდა უთხრა, ახლა ვინც დღევანდელ ვიდეო ლაივში ელოდება ინტრიგას, ჭორაობას, პოლიტიკანობას და ასე შემდეგ, ტყუილად შეყოლმდებით, მიბრძანდით. არა მაქვს მე ეხლა დაავადებულ ადამიანებზე განსაკუთრებით საუბარი, რომლებმაც შეპყრობილი ბოდვასავით მეტი არიციან, რუსეთი ოკუპანტია, თურქეთი ჩვენი ძმა და ასე შემდეგ. მე მინდა უბრალოდ ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით ვისაუბრო და ვისაც გაინტერესებთ ეს ყველაფერი, კი ბატონო, მოეწყვეთ გემრიელად, ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით, ნორმალური კითხვები თუ რამე იქნება, სიამოვნებით გავცემ პასუხს და რა ვიცი, გავიხსენოთ აბა ჩვენი ისტორია, რატო, როგორ, რანაირად მოხდა, რა ისტორიული მოვლენები ვითარდებოდა იმ პერიოდში, ქართველებმა რა წვლილი შევიტანეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მოკლედ პატარა ისტორიის გაკვეთილივით მოვაწყოთ დღევანდელ დღეს. ლაივის დასაწყისშივე მინდა გითხრათ, რომ ჩემი გვერდების ბლოკირება ხშირად ხორციელდება. ეხლაც პერსონალური გვერდები ეხლაც დაბლოკილი მაქვს და აღწერილობაში მე დავტოვებ ჩემი YouTube-ის არხის და Telegram-ის არხის მისამართებს, ვისაც გნებავთ, შემოგვიერთდით, ვისაუბროთ საინტერესო თემებზე ნორმალურ ადამიანებთან ერთად, ყოველგვარი ისტერიკების გარეშე და ეს ისტერიკები ეხება ისევ და ისევ ვიმეორებ იმ დაავადებულ ადამიანებს, რომლებმაც აი გუშინ ახლა ბათუმში მაგალითად აღნიშნეს უკრაინის ნეზოლეჟნა რა და ვენები გადაიჭრეს უკრაინის ნეზოლეჟნაზე და დღეს რო 25 აგვისტო არის აჭარის გათავისუფლების დღე, ისიც არიციან, შეპყრობილები ტყვირიან დუგინი და დუგინის ქალიშვილი მიაკვდა ძაღლი და ესე რომ ვთქვათ, რო კითხო დუგინი კი არა, შოთა რუსთაველი არიციან ვინ იყო, მე ამ კატეგორიაზე საუბარი არ მაქვს. ერთს ვიტყვი და დავასრულებ, არც უპასუხებ ამ ხალხს კომენტარებში. ერთი ასეთი საინტერესო მომენტი მოხდა, აი ამ კატეგორია ადამიანებზე მინდა საუბარი და გადავალ უშუალოდ თემას. მეგობრის შვილმა გამოიძახა ტაქსი თბილისში, მიდიოდა მეგობრებთან, რუს და უკრაინელი მეგობრები ელოდებოდნენ და როდესაც სხვათა შორის Yandex ტაქსი, მინდა ამას ხაზი გავუსვათ. მე ამ კატეგორია ადამიანებზე მაქვს საუბარი და Yandex ტაქსში როდესაც იჯდა ეს ბავშვი, ტელეფონზე დაურეკეს ამ დროს მისმა მეგობრებმა და რუსულად გაესაუბრა და ჩამოყალიბებულმა ზრდასრულმა მამაკაცმა უთხრა, რომ რას ქვია შენ რუსულად საუბრობ, ჩადი ტაქსიდანო და ახალგაზრდა ბავშვი გოგო ჩააგდო ტაქსიდან. და თვითონ მუშაობდა რუსულ კომპანიაში Yandex-ში და ხელფას შვენივრად იღებდა. აი ასეთი ამ დონის პატრიოტებთან და ამ კატეგორია ხალხთან მე სალაპარაკო არაფერი არ მაქვს. ამიტომ ნორმალურ ადამიანებთან მაქვს საუბრო და ნორმალურ ადამიანებს გეუბნებით, ვისაც დაგაინტერესებთ, ვისაუბროთ, კითხვებით დამისვით, გაგცემთ შეძლებს და გვარად პასუხს. მოკლედ დაუბრუნდეთ, ასე რომ ვთქვათ, ამ პერიოდს, რა ხდებოდა ამ პერიოდში, თემა არის ძალიან დიდი, ძალიან ვრცელი, ძალიან საინტერესო. ამას არ ეყოფა, რა ვიცი, 10 საათიანი ლექცია და ასე შემდეგ. როგორ მოხდა, რა მოხდა, უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომი იყო ის ისტორიული მოვლენა, რომელმა ისტორიულმა მოვლენამაც მოახდინა უდიდესი გავლენა და დღემდე ახდენს ამ გავლენას
ბალკანეთის და კავკასიის მიმართულებაზე. ამ ომის შედეგად წარმოიშვა ისტორიული სახელმწიფოები, რომლებიც იყო თურქეთის ანექსიის ქვეშ. ეს ეხება ბალკანეთის ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებს, ძალიან ბევრი ქვეყანა წარმოიშვა მაშინ, იგივე მაკედონია, იგივე ბულგარეთი, იგივე ჩერნოგორია და სერბეთი კი იყვნენ დამოუკიდებლები, მაგრამ მაინც ნაწილობრივ დამოუკიდებული იყვნენ. მოკლედ, ამ ომით ოსმალეთის იმპერიამ პრაქტიკულად შეწყვიტა როგორც იმპერიად არსებობა და ის გადაიქცა შედარებით უბრალოდ იმპერიის სტატუსი დაკარგა და გარდაიქმნა სახელმწიფო, უბრალოდ ძლიერ სახელმწიფო და იმპერიის მზე ჩაისვენა ოსმალეთის. ასევე ამ ომმა მოახდინა უდიდესი გავლენა კავკასიის მიმართულებაზე. ეს ის პერიოდი არის, როდესაც კავკასიაში ოსმალეთი ჯერ კიდევ ფლობს აჭარას, ფლობს ასევე ტაოკლარჯეთს, ფლობს სომხეთის აღმოსავლეთ ტერიტორიებს და არის ძლიერი ფორტიფიკაციული ციხეები დგას. ძლიერად დგას ჯერჯერობით კავკასიაში ოსმალეთი, აჭარაში, განსაკუთრებით აჭარაში, ასე რომ ვთქვათ, საყრდენი პუნქტები არის აჭარა, ყარსის ციხე, ერზერუმი და ბაიაზეთის ციხე, ესენი არიან ძირითადი საყრდენი პუნქტები ოსმალეთის და ეს მიმართულება უჭირავთ მათ, ასევე ძალიან საინტერესო მოვლენა არის აფხაზეთთან და აფხაზებთან მიმართებაში. ეს ის პერიოდი არის, როდესაც ახალმომხდარი არის მუჰაჯირობა, ჩერქეზები და მუსულმანი ჩერქეზები და აფხაზები დაახლოებით 12-13 წლის გადასახლებულები არიან აფხაზეთიდან და ჩრდილო კავკასიიდან, კრასნაია-პოლიანას ბრძოლის შემდეგ შედიან ოსმალეთის შემადგენლობაში და ასევე ოსმალეთი ცდილობს ამ ხალხის უკან დაბრუნებას. ისინი არიან ცნობიერებით გამოხმადიანებული ადამიანები და დღემდე ვისაც აინტერესებს 300,000 აფხაზი ცხოვრობს თურქეთში, 4 მილიონამდე ჩერქეზი, ეს 1964 წლის ბრძოლის შედეგი იყო და ეს პერიოდი დგება. ომის დაწყებას წინ უძღოდა მოვლენები, რომლებიც ვითარდებოდა მთლიანად ევროპაში, მაგრამ განსაკუთრებით ბალკანეთზე, ბალკანეთის მართლმადიდებლური ქრისტიანული მოსახლეობა, რომელზეც პროტექტორატი ჰქონდა გამოცხადებული რუსეთს და რუსეთის იმპერიას, დაკარგული ყირიმის ომის შემდეგ, ეს არის 1856 წელი, ყირიმის ომში, როდესაც თურქულ, ბრიტანულ, ფრანგულ და სარდინიულ კორპუსთან ბრძოლაში უშუალოდ ყირიმი დაკარგეს ოსმალებმა და მიისაკუთრა რუსეთმა ეს ტერიტორია. ეს როგორ დაკარგეს? მართალია სამხედრო გზით აიღეს ოსმალეთის იმპერიამ, მაგრამ ხელშეკრულებით დაკარგეს. ყარსის ციხეში გაიცვალა მაშინ, დღეს რო ბევრს ეშლება და ბოდავს, რომ ეს 1856 წელი არის, როდესაც რუსეთ-თურქეთის მაშინდელი ომის შედეგად ტაოკლარჯეთში გაიცვალა ყირიმი ხელშეკრულებით და ჩამოერთვა რუსეთს, სხვა ბევრ რამესთან ერთად ჩამოერთვა რუსეთს მართლმადიდებელი ერების მფარველობა ბალკანეთში და კავკასიაზე, რომელზეც ჰქონდა გამოცხადებული და ომის დაწყებას საბაბად უძღოდა სერბების და ჩერნოგორიელების აჯანყება ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ, რომლებმაც საშველად და დასახმარებლად თხოვეს რუსეთს, მიმართეს რუსეთს. ეს ფანდი გამოიყენა რუსეთის იმპერიამ, როგორც 2008 წელს ოსების და თავისი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტვა გამოიყენა იმისთვის, რომ საქართველოში შემოჭრილიყო. ზუსტად უბრალოდ ეს სხვადასხვა კონტექსტია, მაგრამ ძირი ერთი არის, ანუ დახმარებისთვის მიმართეს რუსეთის იმპერიას. ახლა ძალიან მოკლედ ამ პერიოდს რო შევხედოთ, პროპაგანდა იმდენად ძლიერად იყო მომზადებული რუსეთის იმპერიაში, რომ ომის გამოცხადების, ანუ ნაწილობრივი მობილიზაციის დროს იმ პერიოდის რუსეთის სტუდენტობა, ნახევარი სტუდენტობა ჩაეწერა ლამის რუსეთის ჯარში მართლმადიდებელი სერბების დასახმარებლად და ქრისტიანების დასახმარებლად. ეს უზარმაზარი არმია დაიძრა დუნაისკენ და
დაიწყო ბალკანეთზე დუნაის ფორსირება. თუმცა საბრძოლო მოქმედებები დაიწყო საქართველოსთან. ეხლა საქართველოში რა სიტუაცია ხდებოდა? საქართველოში რუსეთის იმპერიას ჰქონდა ძალიან, ესე რომ ვთქვათ, იშმაკური და ჭკვიანური პოლიტიკა, სხვათა შორის, რომელიც ითვალისწინებდა რას? ქართული მიწების დაბრუნებასთან დაკავშირებით ქართული მოსახლეობის კეთილგანწყობის გამოყენება და რაში მდგომარეობდა ეს შენაერთი, რომელიც უნდა გაგზავნილიყო ოსმალეთის იმპერიასთან საბრძოლველად ქართული მიწების გასათავისუფლებად. ამ შენაერთში თითო ათეულში 7 რუსთან ერთად 3 ქართველი ვალდებული იყო ყოფილიყო. ანუ 3 მებრძოლი საქართველოს უნდა გამოიყო. დარჩენი 7 უნდა ყოფილიყო რუსის სამხედრო. მიუხედავად ამ ვალდებულებისა, პერიოდის საქართველოში ისეთი განწყობა იყო მთელი ამ საუკუნეების მანძილზე წამება და წვალება ოსმალეთის იმპერიიდან ისე მწარედ ახსოვდათ დღეს რო აქვს დავიწყებული და თურქებს ჩვენი ძმა თქვენი ჭირიმე და გენეტიკური ძმას რო ეძახიან, ეს პერიოდი არის რომ ჯერ კიდე მწარედ ახსოვთ თურქული ჩალმა საქართველოში თავის ტყვეთა და გაყიდვით, ხოცვა-ჟლეტვით მოსახლეობა გრუზინსკაია დრუჟინას ასე ეძახდნენ, მოსახლეობა ბევრად მეტი მოხალისე იკრიბებოდა და მე დღეს გაჩვენებ თქვენ მათ ფოტოებს და მიდიოდა ფრონტზე. აქედან გამომდინარე საქართველოში ქართველი და სომეხი მოხალისეების ასე რომ ვთქვათ, მოხალისეებით რუსულ არმიას შევსების პრობლემა არ იდგა. ასევე პრობლემა არ იდგა სადაზვერვო ინფორმაციის გამოხმადიანებული მართალია გამოხმადიანებული ქართველებით, მაგრამ ნაცისაური კავშირებით რა ხდებოდა ოსმალეთის იმპერიაში კარგად ცოდნოდათ. მოკლედ ეს რეალობა იდგა მაშინ საქართველოს და ოსმალეთის იმპერიას შორის. საინტერესო არის ის, რომ თვითონ ამ ომის დაწყების მომენტში საქართველოს მიმართულებაზე რუსები იყენებდნენ ასევე კიდე ერთ ძალიან ჭკვიანურ ტაქტიკას. მეთაურობა, ოფიცრობა, რომლებსაც უნდა ეწარმოებიათ ომი, ისინი იყვნენ კავკასიელები. წარმოშობით კავკასიელები, ქართველები და სომხები, უბრალოდ რა თქმა უნდა რუსეთის იმპერიის სამსახურში. ჩვენ ასეთი გენერლები კარგად გვახსოვს, მათ შორის ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, რომელმაც 1828 წელს ახალციხის გათავისუფლებაში მიიღეს უდიდესი მონაწილეობა, мотиваცია ჰქონდათ ძალიან მაღალი, იმიტომ რომ ათავისუფლებდნენ საქართველოს 4 საუკუნოვანი, 3 საუკუნოვანი დამპყრობლებიდან. ეს თავისთავად мотиваციას და გავლენას ბრძოლის უნარიანობაზე ძალიან მოქმედებდა. იმ პერიოდის კავკასიის ფრონტის ხელმძღვანელი იყო, მე მინდა გაჩვენოთ თქვენ, ეხლა ეს ადამიანი თბილისში დაბადებული და გაზრდილი სომეხი, სომხური წარმოშობის პიროვნება, აი ეს ადამიანი. ლორის მელიკოვი. ეს იყო სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, რომელიც ხელმძღვანელობდა ქართულ, სომხურ და კავკასიის ფრონტის შენაერთებს. ასევე ძალიან საინტერესო არის ამ მომენტისთვის ქართველების მონაწილეობა და ქართველების გმირობა აი ამ ომში, თუმცა ჯერ რადგანაც ოფიცრებიდან დავიწყეთ, აი ამ ოფიცრებს გაჩვენებთ. ეს არის ზაქარია ჭავჭავაძე, გულბათ ჭავჭავაძის შვილი, 1905 წელი. ეს პიროვნება არის ერთ-ერთი საინტერესო და გამორჩეული პიროვნება. ამ ომში მეთაურობდა კაზაკთა კავალერიას და უდიდესი როლი აქვს შესრულებული უშუალოდ ბრძოლებში ტაო-კლარჯეთის განთავისუფლების. რატო არის საინტერესო? არათუ ომში. ომის წინა პერიოდში საერთოდ ყოველთვის ხდება სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება. ზუსტად რომ გენერალ ჭავჭავაძის დამსახურება არის, სანამდე ომი მოხდებოდა, შენიღბულად, როგორც მზვერავი, ის იყო ბრწყინვალე სამხედრო პირი, ბრწყინვალე ტოპოგრაფი, მზვერავი. ის გადავიდა ტაო-კლარჯეთში
როგორც ტურისტი, დღეს ხო ტურისტების ბუმია საქართველოში და ეს არავის გვიკვირს. არც მაშინ ჭირდა, შენ იყვა, როგორც ვითომ ტურისტი, მოგზაური და ასე შემდეგ, ვითომ მას აინტერესებდა და სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის ეს ჩანაწერებიც, იმიტომ რომ იმ პერიოდის ოსმალეთის იმპერიაში ჯერ კიდე შემორჩენილი იყო ტაო-კლარჯეთში ქართული ძეგლები ხელუხლებლად, მიუხედავად იმისა, რომ დაპყრობილი იყო. ეს ძეგლები და ეს ყველაფერი დანგრეული იქნა უკვე აქ ჩვენი ძმა და მეგობრის ათათურქის პერიოდში. განსაკუთრებით აღსანიშნავი არის ტბეთის ტაძარი, რომელიც ტაძარიც ზუსტად ალექსანდრე ჭავჭავაძეს აქვს აღწერილი და თქვამი აქვს, რომ ეს ისეთი ტაძარი იყო, რომელიც პარიზსაც კი დაამშვენებდაო. იმიტომ რომ ტბეთი ისტორიულად ითვლებოდა ქართველი ქვის მთლელების სამშობლოდ და მათ ჰქონდათ აგებული ეს ულამაზესი ტაძარი, რომელიც ტაძარიც სამწუხაროდ ჩვენი მოძმე ათათურქის პერიოდში დანაღმეს და ააფეთქეს. ათათურქი ხო ათეისტი იყო, საერთოდ არ აინტერესებდა არც მუსულმანობა, არც ქრისტიანობა, ლენინის ძმა და მეგობარი. ანუ ეს პიროვნება იყო, რომელიც გადავიდა ოსმალეთში, კარგად შეისწავლა ადგილობრივი ტოპოგრაფიული მდგომარეობა, ციხესიმაგრეები, გამაგრება თურქული გარნიზონების, ისტორიული ციხესიმაგრეები მესხეთის, რომელიც 1555 წლის მერე დაპყრობილი ყავდა ოსმალეთის იმპერიას და იყო როგორც კიბო მოდებული. შეისწავლა ეს ყველაფერი, აღწერა და ეს უძვირფასესი ინფორმაცია ჩამოიტანა საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის განწყობების, დემოგრაფიული, ეთნიკური ლანდშაფტით და ესე შემდეგ. ამ ბრძოლაში უშუალოდ ის წარმოადგენდა კაზაკთა კავალერიის მეთაურს, რომელმაც ყარსის ციხის აღებაში მე ახლა უშუალოდ ბრძოლის მეთოდები ძალიან საინტერესო არის და ვისაც აინტერესებს არის ნახეთ ნაკლებად კავკასიის ფრონტზე როგორ ხდება რუსული არმიის მოქმედება და ჩავაგდებ აი ამ კომენტარებში ქვემოთ დავწერ ვისაც გაინტერესებთ იქ ძალიან კარგადაა შეხებული სხვათა შორის ქუთაისის ბატალიონის მოქმედება და გმირობა ყარსის ციხის აღების დროს და მათ შორის ნახსენები არის გენერალი ჭავჭავაძეც, თუმცა ერთ ეპიზოდში ნაკლებად შევეხები ამ ყველაფერს ერთი-ორი მომენტის გარდა, ძირითადად შევჩერდეთ. დაიწყო ყველაფერი აი აქედან. საქართველოსდან დაიწყო რუსეთმა მოქმედება, ეს იყო ეგრეთ წოდებული ატლიკაევში მანიოვრს, რასაც ეძახიან, ანუ ოსმალეთის იმპერიის ძალები გაფანტული ყოფილიყო ბალკანეთიდან კავკასიაზე გადმოსროლის და ის უზარმაზარი არმია, რომელიც დუნაისთან იკრებდა ძალას ბალკანეთში გადასასვლელად, გაფანტულიყო და პირველი იერიში იქნა ბაიაზეთის ციხეზე მიტანილი, რომელიც ძალიან სწრაფად აიღეს. ძალიან საინტერესო არის აქ ერთი მომენტი, რომ ზუსტად ალექსანდრე ჭავჭავაძის ქართველების, იგივე სომხების, არ მინდა მე არავის არაფერი დაუკარგო, ადგილობრივი მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე, რუსეთის იმპერიას ჰქონდა ძალიან სწრაფი პროგრესი. ძალიან სწრაფი პროგრესი ჰქონდა, მათ სწრაფად აიღეს ბაიაზეთი, ძალიან სწრაფად აიღეს სხვათა შორის ყარსის ციხე და ქართველი გენერლობა, მათ შორის ზაქარია ჭავჭავაძე ითხოვდა რომ სწრაფად ელვისებური სისწრაფით გაგრძელებულიყო შეტევა ოსმალეთის იმპერიაზე, რუსებმა ის ჩათვალეს, რომ ეს იყო უბრალოდ ქართველი გენერლების და სომხების სურვილი, რომ სწრაფად რაც შეიძლება სწრაფად მეტი ისტორიული სომხური და ქართული ტერიტორიები გათავისუფლებული იყო, არ დაუჯერეს, მათ გადაწყვეტეს ტაქტიკა ნელა დაეკავებიათ ეს ტერიტორიები და ზუსტად აი ამან გამოიწვია შექმნა პრობლემები, იმიტომ რომ თურქებმა მოასწრეს გადაჯგუფება, არმიის შეკვრა, რომლებმაც შემდეგ თავდაცვითი ზღუდეები მოაწყვეს და ამას პლუს მოახდინეს კონტრშეტევაც. იმიტომ რუსებს უფრო მეტი თავისუფლად რო ემოქმედათ, დანაკარგიც ნაკლები ექნებოდათ და წარმატებაც მეტი სწრაფად ექნებოდათ, თუმცა ასე მოხდა ეს, ისინი არ იცნობდნენ მათ არ ჰქონდათ გამოცდილება ამ მიმართულებაზე ომების წარმოების და ამიტომ ისინი მოქმედებდნენ რკინისებრი წესდებით, რომელიც გამართლებული იყო
ყოველთვის კავკასიელი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში კავკასიაში, ჩრდილო კავკასიაში და დანარჩენ კავკასიის მიმართულებაზე მათ არ იცოდნენ ამ ტერიტორიაზე რა ყოფილიყო, არ დაუჯერეს. ამიტომ დანაკარგიც ბუნებრივად ამან გამოიწვია და გამოიწვია იმანაც, რომ თვითონ ადგილობრივი ლანდშაფტი, აი მაგალითად ბაეზეთის ციხის აღების დროს და ყარსის საერთო ჯამში რო ეღოთ, დაეკარგათ სადღაც 6000 ჯარისკაცი, მაგრამ შემდეგ, აი უკვე შენარჩუნების პერიოდში 30000 ჯარისკაცი არის დაკარგული. ეს შეცდომა იყო სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის, მაგრამ ესე მოხდა. ამ პერიოდში ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, თვითონ აჭარაში იქნა მცდელობა რომ შესულიყვნენ, მაგრამ უკვე კონტრშეტევაზე ვერ შეძლეს მაშინ ბათუმის გათავისუფლება და მთავარი ესე რომ ვთქვათ, ბრძოლის მთავარი ბატალიები შეიქმნა ყარსის ციხესთან. ყარსის ციხე იყო ისტორიულად ერთ-ერთი უძლიერესი გამაგრებული ციხე, რომლის აღებასაც 1856 წელს უდიდესი ძალები დაჭირდა და ძალიან ფრთხილობდნენ რუსი გენერალიტეტი. ეხლა საინტერესო არის რა, მე გაჩვენებთ ეხლა თქვენ მოვიძებნე არქივში ძალიან საინტერესო კადრები, ზუსტად ფოტოები, ზუსტად ჩვენი ქართველი მოხალისეების და აი დაგვერდით. ეს არის ეგრეთ წოდებული რიონსკი отряд კავკასკავა ფრონტა. აი ეს არის, დავდებ მე ამ ლინკსაც დავდებ, ვისაც და გაინტერესებთ. ეს არის ქართველი მებრძოლების ფოტოები, რომლებიც ამ ომში მონაწილეობდნენ. აი ძალიან საინტერესო არქივი არის შემორჩენილი, აუცილებლად დავურთავ ამას, ვისაც და გაინტერესებთ, არის აღწერილობები. საკმაოდ უხვია. მრავალი აღწერილობა არის, თვითონ ბრძოლის პერიპეტიებიც კი არის აღწერილი, ეს ოსმალების ეს გურული და იმერული ბატალიონები, ასე რომ ვთქვათ, და ეს არის ის ცნობილი, ასე რომ ვთქვათ, კავკასიის ბატალიონი, რომელმაც აწარმოა ეს ბრძოლები. აი ეს თორცდები, ეს უნდა იყოს. აი ეს არის ქუთაისის ბატალიონი, რომელზეც აი ამ პატარა მონაკვეთს გაჩვენებთ. მოკლედ, ვისაც დაგაინტერესებთ, ამას ლინკად ჩავდებთ და გაიცანით ამ საინტერესო ფოტო არქივს, ფოტო მასალას ამ ბრძოლიდან. ეს ქართველები არიან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, როგორც ეწოდებოდა ეს ქობულეთის მიმართულება არის. წამით გრუზინსკავა დრუჟინა, ეს გურული მებრძოლი არის. გურული მებრძოლები არიან. აი ეს არის. Один из ставших кобулетцев в ходе лагеря грузинской дружины. აი ეს. მოკლედ, ამ არქივს მე აუცილებლად დავდებ ლინკად და ვისაც დაგაინტერესებთ, გავაგზავნით და ნახეთ. ეხლა მინდა გაჩვენოთ აი ამ მომენტისთვის, აი ამ ქართული ბატალიონის კერძოდ კი, აი როგორ აღწერენ, ამასაც აუცილებლად დავურთავ. ეს ახლა информации накლებობაც არის საერთოდ და თუმეტეს. Имея в своем распоряжении 2 батальона Кутаисского полка, по ошибке уклонился вправо и очутился вблизи самого форта Хафиз. Приняв в темноте это укрепление за батарею, Фадеев лихо налетел на вал, сбил турок с бруствера, огнем выгнал их из каменной казармы и захватил форт. Попытки турок в течение ночи выбить кутаисцев были неудачны. К рассвету они открыли с форта Карадага огонь по внутренним укреплениям. Только на рассвете кутаисцы поняли, какое смелое дело они сделали. Видя, что на подкрепление рассчитывали. ხო, აი ეს არის უშუალოდ მათი გადაღებული ვიდეო, არქივებზე დაყრდნობით, ძალიან საინტერესო არის, ამასაც დავურთავ და ვისაც დაგაინტერესებთ. ვისაც დაგაინტერესებთ, მოусვინეთ, ახლა ჩემზე ჭკვიანი ხალხი ლაპარაკობს, მართალია, რუსული იმპერიული ვიდეო არის, მაგრამ საინტერესო არის იქ თვითონ ქართველების მონაწილეობა ამ ომში და რა ვქნათ, როდესაც ჩვენი არქივი არ გაგვაჩნია და როდესაც ჩვენი ისტორიული წყაროებით რაც გაგვაჩნია, იმასაც მტვერი აყრია და იმის უფლებასაც არ გვაძლევენ, თქვათ და ვისაუბროთ, საღაციდან უნდა ვისარგებლოთ ამ შემთხვევაში, აი აქედან
შეგვიძლია ეს ყველაფერი, ამიტომ ვინმეს მოწონს თუ არ მოწონს, ესაა ჩვენი ისტორია და ისტორია უნდა ვიცოდეთ. ეხლა ძალიან საინტერესო არის კიდევ ერთი მომენტი. მომენტი, როდესაც აფხაზები და ჩერქეზები, ეხლა დღევანდელ ვისაც აინტერესებს აფხაზებთან ურთიერთობა, ვისაც ქონია ძალიან საინტერესო საუბარი მიდის, როდესაც ეხება საქმე საქართველოს, როდესაც როგორც ჩვენთანაა ისტერიკა გაჩაღებული რუსეთთან მიმართებაში, ისინი ხო ერთი ეთნოფსიქიკის ხალხი ვარ და ყველაფერი აქვს გადაღებული, იქეთ ხარს და როგორც ჩვენთან რუსოფობია არის გამძაფრებული, ისე მძაფრდება იქაც ქართველოფობია. იმენით როგორც ჩვენ რუსებს ველაპარაკებით, ისინი გველაპარაკებიან ჩვენ. ეს საზოგადოების დამკვიდრებული ტრენდია, ძალიან საინტერესო დიალოგები იმართება, მაგრამ ეს არის ზედაპირული. რაც შეეხება უშუალოდ სიღრმისეულად რა არის აფხაზურ საზოგადოებაში დალექილი. და ამ ომის დროსაც კარგად გამოჩნდა მე ვეკითხები აფხაზებს ესეთ რაღაცას. კარგი, ქართველები ვთქვათ, მტრები ვართ და მგლები ვართ და უნდა შეგვეჭამეთ და მთელი ამ საუკუნეების მანძილზე არც გჭამდით, არც განადგურებდით, მაგრამ რუსეთთან დაკავშირებით რას საუბრობთ, ხო? ეს არის მათში დამალული ზიზღი უშუალოდ რუსეთის იმპერიის და რუსეთის მიმართ, რომელსაც ისინი იძულებული არიან ვერ გამოავლენ. იმიტომ რომ რაშიც აქვს თავი გაყოფილი აქვთ, მაგრამ ეს არის იმ დონის ზიზღი, რომ ისინი თვლიან, რომ აფხაზები და აფხაზეთი გაანადგურა რუსეთის იმპერია. მუჰაჯირობის პერიოდში, როდესაც ასახლებდნენ აფხაზებს ოსმალეთში, უამრავი აფხაზი იქნა მკვდარი. იმიტომ რომ გემზე, როდესაც აყავდათ ბავშვები, ქალები და ხუცები, ყველა ვერ იტანდა გზავრობას და იძულებული იყვნენ ისინი გადაეყარათ გვამები სხვაში, რომ გემზე დიზენტერია არ გაჩენილიყო. ძალიან დიდი ხნის მანძილზე აფხაზები თევზს სარჭავდნენ საერთოდ. და ეს იყო სოლიდარობა მუჰაჯირი აფხაზების მიმართ, რომელი მუჰაჯირი აფხაზებიც გაასახლა რუსეთის იმპერიამ. გზაში გარდაიცვალენ და ყრიდნენ ზღვაში, თევზები კი მათ გვამებს ჭამდა. დარჩენილ აფხაზობას ჰქონდათ პროტესტი, რომ ჩვენ როგორ შეიძლება თევზი ვჭამოთ, როდესაც მათ ჩვენი დები, ძმები, ჩვილები, მოხუცები შეჭამეს. და როდესაც მიეცა თურქეთი კარგად იყენებდა ამ აფხაზობას რუსეთის წინააღმდეგ და ამ ომშიც და ამ ომის მერეც, სხვათა შორის 1918 წელსაც მოხდა ეს, როდესაც მაზნიაშვილი იბრძოდა აფხაზეთში. მაშინაც მოხდა ეს თურქული დესანტის გადმოსხმა აფხაზეთში. მაშინაც ეს კატეგორია შემოიყვანეს აფხაზეთის გასათავისუფლებლად ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. და მაშინაც მოუწია ქართულ, აფხაზურ, ადგილობრივ და რუსულ შენაერთს მოგერიება. მერე პოლიტიკა ისე შეიცვალა, რომ ეს აფხაზები რუსეთის იმპერიის მხარეზე გადავიდნენ და ქართველებს გვეუბნებოდნენ 92-93 წლებში და დღეს ასე არის შეცვლილი. ახლა მე თქვენ გაჩვენებთ, ეს არის მონაწილე ქვეყნების სია ამ ომის. მოწინააღმდეგეები. ეს რუსეთის იმპერია, მათი მოკავშირეებით, თავის გენერალიტეტი. აქ დააკვირდით მოწინააღმდეგეებს. ოსმალეთის იმპერია, ესენი ვინ არიან? ჩეჩნურ-დაღესტნური ნაწილი, აფხაზური ბატალიონი. ეს პოლონური ლეგიონი, მათ თავისი ინტერესები ჰქონდათ, ეს ცალკე ისტორიის საქმეა, თურქეთის პოლონური ლეგიონი. როდესაც გაჩაღდა ომი კავკასიის მიმართულებაზე, ოსმალეთმა აფხაზურ-ჩერქეზული დესანტი გადმოსვა აფხაზეთში.
მათ დაიწყეს დაკავება გუდაუთიდან სოხუმის მიმართულებით. დაიკავეს ოჩამჩირემდე ტერიტორია და ადლერიდან ოჩამჩირემდე ტერიტორია და ელოდებოდნენ დამატებით ძალებს, რომ აფხაზეთის მიმართულებაზე იქნებოდა გაშლილი. მაგრამ ამ პერიოდში მოესწრო გენერალი ალხაზაშვილის და ასე შემდეგ თვითონ რუსეთიდან გადმოსროლილი ძალების კონცენტრირება, მათ მოაქციეს ორივე მხრიდან ალყაში და უკვე 19 აგვისტოსთვის იმ პერიოდში უკვე მოგერიებული იქნა დესანტი და გასული იქნა იძულებული გახდა რომ დაეტოვებია აფხაზეთი. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დაბუდებული მტერი ოსმალეთის სახით, არსად არ წასულა. ყოველ საჭირო მომენტში აი ამ ხალხს იყენებს და 1919 წელსაც ზუსტად იგივე მოხდა, როდესაც გენერალი მაზნიაშვილი ბოლშევიკებიდან და თეთრგვარდიელებიდან წმენდა შავი ზღვის ოლქს და მისული იყო აღებული ქონდა სოჩა, აღებული ქონდა ტუაფსე. იმ პერიოდში ოსმალეთმა იხელთა მომენტი და გადმოსხა ზურგში დესანტი. რომელი დესანტიც შემდეგ იძულებული იქნა შეტევა შეეწყვიტა, მობრუნებულიყო და ცალკე მენშევიკურ მთავრობას ცალკე გაწვევა მოეხდინა, რომ ამ დესანტის ლიკვიდაცია მომხდარიყო. აი ეს არის რა და დღეს როდესაც აი მეცინება რაზე იცით? აი ამ იდიოტ ადამიანებზე, რომლებიც ვითომ და საზოგადოებრივი აზრის ლიდერები არიან და აი შენაბა როგორ გინდა რუსი შემოდის, იმან აღიაროს რომ ცერტო ამ დონესთან ლაპარაკი არ უნდა იკადრო, იცი? აი ეს ნაგავს რათაც მეტი გაქიქავ, მით უფრო ყარს. აი იმან არ უნდა აღიაროს რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, თუ არა სხვა მხრივ როგორ? კაცო, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ამას რუსმა რო არ გითხრას, შენ არ იცი, ჯერ ეს ერთი აქედან დავიწყოთ. მერე და მეორე შეგაიდეთ ბავშვიშვილო, რუსს თუ თხოვ აფხაზეთი და სამაჩაბლო იქნას აღიარებული საქართველოს და აღიაროს. ერთი თურქი რო შემოდის ეკითხები, ტაოკლარჯეთი საქართველო არის თუ არა? სომეხი რო შემოდის ეკითხები, ინგლისის მიერ ნაჩუქარი 1919 წელს სომხეთ საქართველოს გამარჯვებული საქართველოს ომში ჩამორთმეული ლორეტ-აშირის ტერიტორია საქართველო არის თუ არა? აზერბაიჯანელს ეკითხები, საინგილო, ახლა კიდე ყარაიას ველი და ეს ახლა კიდე ახალი ჭრილობა გახსნილი დავით გარეჯთან დაკავშირებით. საქართველო არის თუ არა? რატო არ ეკითხე? ის არ არის, ხო? იმიტომ რომ ის დიდი ხნის უკან წაიღეს. ჯერ დავით გარეჯი დიდი ხნის უკან არ მეუტაცებიათ, აი ახლა მიიტაცეს ტრაქტორით. სხვათა შორის. და მერე და მეორე, თუნდაც დიდი ხნის უკან იყოს მიტაცებული, ეს რას ნიშნავს? რას ნიშნავს, მე ამას ვერ ხვდები. გავა 20-30 წელიწადი წამოვა მაშინ თქვენაირი იდიოტების თაობა და ისინი იტყვიან, რომ იცი რა, აფხაზეთი და სამაჩაბლო ეს ჩვენი მამების და ბაბუების თაობაში მიიტაცებს, თუ მანამდე ვერ გავათავისუფლეთ და მოდი ახლა დავანებოთ რა მაგ თემაზე ლაპარაკს თავი და რაც დაგვრჩა იმას მოუვაროთ. აი ესეთი იდიოტები ხართ თქვენ. აი ეს ბიონაგავი რა, რომელიც მხოლოდ რუსოფობიით არის შეპყრობილი და მე ამ ხალხთან საუბარს დავანებე თავი, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, შეპყრობილი, დაავადებული, ზომბირებული ადამიანები, რომლებსაც არც მისი ქვეყანა უყვართ, არც პატრიოტიზმი აწუხებთ, მათ აწუხებთ ეს მხოლოდ სლაბაუნია, რასაც იტყვიან, რომ ამითი წარმოაჩინონ როგორც თავიანთი პიროვნება თუ როგორი პატრიოტები არიან და ვინც ამას საუბრობს. არც ერთი მათგანი არ არის ნამყოფი არც ერთ ომში. არც ერთ მათგანს ქვეყნისთვის ერთი აგური არ აქვს მისი ცხოვრების მანძილზე დადებული ქვეყნის სასიკეთოდ. აქ მხოლოდ ასე რუსთავი 2-ზე და ფორმულაზე და ამაზე გაზრდილი დაავადებული ბიონაგავია, რომელიც ბიონაგავით სხვათა შორის ძალიან ბლომათაა სამწუხაროდ საქართველოში. და მეცინება კიდე ახლა ახლობელს ველაპარაკებოდი, ერთი ასეთი სიტუაცია მოხდა, სლავური წარმოშობების არიან ერთი ოჯახი საქართველოში და საერთოდ ხო მიღებული არის საქართველოში, რომ
ეს ქართულ გალიბერასტებული თბილისის ხო ბუდია ამ ლიბერასტების. ბოდიშით რო გადაუხვიეთ თემას, მაგრამ შეგადაში გვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც თემებიც დღევანდელ საზოგადოებაშიც ძალიან მტკივნეულად აღიქმება და რა გვჭირს დღესაც ეს გამოთაყვანება რო გვჭირს და ისტორიის არცოდნა და დავიწყება და გაყალბება, იმიტომ გვჭირს რაც გვჭირს, თუ არა ჩვენ რო ჩვენი ქვეყნის ისტორია ვიცოდეთ და რაციონალურად კონდეს გააზრებული, ამ დღეს არ ჩავიგდებთ თავს. და ეს საქართველოში დავადებული გაზრდილი სლავები არიან, რომლებსაც რუსებს ხათაშორის, რომლებიც ქართულად ჩვეულებრივად საუბრობენ, თავს ქართული საზოგადოების ნაწილად თვლიან და არიან ლიბერასტები. ლიბერასტები. ეს ლიბერასტული ოჯახი, ეს მიშაზე რო აფანატებენ და ყველაფერი რუსული რო არ უნდათ და სულ რო ლანძღვაგინებაში არიან ამ ემასთან, რა ქვია, რუსებთან და რუსოფობია რო აწუხებთ თვითონ რუსებს. მიდიოდნენ ერთ-ერთ მარკეტში, მაგრამ ეს რუსული საუბარი რო აქვს სისხლში. ქართულად ჩვეულებრივად საუბრობენ, მაგრამ აი ხო იცით რა როგორცაა ეს. თბილისი. თავის დროზე ინტელიგენტად რო ითვლებოდა, ვინც რუსულად საუბრობდა. და ერთ-ერთ მარკეტში დედამ შვილს უთხრა რუსულად რაღაც. და შეხვდნენ მათნაირი დაბალი დონის ქართველები, ნაცები სავარაუდოდ ეს ლიბერასტები. აი ამ რუსული საუბრის გამო დაამხეს თავზე ყველაფერი, ქალები, ორი ქალი, ორივე დედაშვილს, წევლეს, აგინეს, აფურთხეს, ლანძღეს და ზუსტად იგივეს, რასაც თვითონ უკეთებდნენ, სხვა ზუსტად იგივე გაუკეთათ მათ, იმიტომ რომ მათ სლავური ელფერი ჰქონდათ და საქართველოში ლაპარაკობდნენ რუსულად. საერთოდ აი ესე დაბალი დონის ადამიანებს ყოველთვის იგივე გადახდებათ, რაც სხვის მიმართებაში იქცევიან. ახლა გადავიდეთ საქმეზე. ახლა შევუდგეთ ისევე პოლიტიკას, გავაგრძელოთ ისევე ომთან დაკავშირებით საუბარი. და აი ამიტომ ვამბობ, იცი, მტერი არსად არ წასულა. თვითონ თურქებს აქვთ გამოთქმა, ძველი მტერი მოყრათ არ გამოგადგება. და ის დებილიზმი, რომ ჩვენ ახლა გვყავს მოკავშირე და ახლა თურქეთი ჩვენი მოკავშირეა და ესე ამ სისულელეების მე არ მჯერა, არც არასდროს არ მჯეროდა, თუმცა გენეტიკურ მტერთან ჩერჩილის სიტყვასთან დაკავშირებით მე ვარ თანახმა, მიუხედავად იმისა, რომ ჩერჩილს არ აღიარებ როგორც დიდ პოლიტიკოსად, ეს ძალიან ჭკვიანური ნათქვამი აქვს, როგორც სხვა ბევრი რაღაცა. ბრიტანეთს არ გააჩნია მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, ბრიტანეთს გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ მუდმივი ინტერესები. და ეხლა ზუსტად ბრიტანეთთან დაკავშირებით გავაგრძელოთ საუბარი ამ ომის კონტექსტში. მოკლედ რა მოხდა, ხო? შედეგით როგორ ეხლა წავიდეთ უფრო უშუალოდ ომის დასრულებისკენ და რა მოხდა. ახლა მე თქვენ გაჩვენებთ აი ამ რუკას. აი ეს არის ბალანსი, რომელი ბალანსიც დაიდო აი ეს შედეგი, რომელიც შედეგიც დაიდო ომის შემდეგ. ეს გათავისუფლებული, მანამდე გათავისუფლებული რუმინეთია, ეს გათავისუფლებული ბულგარეთი არის, ყურადღება მიაქციეთ ამას. ეს კიდე გაყოფილი არის. ეს არის ბულგარეთის ეთნიკურად თურქული მოსახლეობა. ეს მევანდელი კოსოვოს მიმდებარე ტერიტორია მაკედონია, ჩერნოგორია, აი ეს ბალანსი, სერბეთი, აი ეს კიდე კავკასიის მიმართულება, ეს არის კავკასიის მიმართულება, აი ეს ტერიტორია იქნა თავისუფლებული ოსმალეთის იმპერიისგან. ეს თვითონ უშუალოდ ბრძოლის მოქმედების არეალი არის, როგორ ვითარდებოდა ბატალიები კავკასიის ფრონტზე, როგორ იქნა აღებული არდაგანი, როგორ იქნა აღებული ყარსი, შემდეგ ერზრუმი, ბაიაზეთი და ესე შემდეგ, ეს კიდე ბათუმის მიმართულება. მოკლედ, ამაზე ბოლოს ვისაუბროთ უშუალოდ ამ თემას, რაც შეეხება, ეს ძალიან საინტერესო თემა არის. ეხლა რა შედეგი დაიდო რუსულ-თურქული ომის შემდეგ? შედეგი დაიდო შემდეგნაირი.
რუსეთმა დიდი სისხლის ფასად, დიდი ბრძოლების ფასად მოახდინა ოსმალეთის იმპერიის დამარცხება როგორც კავკასიის ფრონტზე, ასევე ბალკანეთის ფრონტზე. მინდა ახლა გაჩვენოთ უბრალოდ ერთი წამით გაჩვენებთ ახლა მე მინდა უბრალოდ გაჩვენოთ თქვენ ადგილის სად დაიდო ხელშეკრულება. ეხლავი აი ახლა უკეთესი ვერ ვნახე, მაგრამ რაც არის ეს არის. დააგვირდით? აი ამ ომის დასრულება ბოლო-ბოლო იძულებული როგორ გახდა. ეს არის ბალკანეთის ფრონტის მიმართულება, სადაც ძალიან დიდი ბრძოლები იყო და ძალიან გმირული ბრძოლები იყო სხვათა შორის. ეს არის რუსული არმიის იერიში იმ პერიოდის თურქეთის დედაქალაქ სტამბულთან და აი ეს არის სან-სტეფანო. ეს ყველაფერი დასრულდა სან-სტეფანოს საზაო ხელშეკრულებით რუსეთს და თურქეთს შორის, რომელიც სულ 12 კილომეტრში არის სტამბულთან. ძალიან ახლოს რუსული არმია უკვე მიადგა კონსტანტინოპოლს და რაც რუსული იმპერიის ოცნება იყო, მარადიული ოცნება იყო და დღესაც არ უთქვია რუსული იმპერიას ამ მარადიულ ოცნებაზე უარი, ეს არის სტამბულის ყოფილი კონსტანტინოპოლის ოსმალებიდან გათავისუფლების შესახებ. ეს რუსი იმპერიის იდეოლოგები თვლიან შემდეგნაირად. Москва это третий Рим, четвертый не будет. რუსეთი ეს მესამე რომია და მეოთხე უბრალოდ აღარ იქნება. როგორც მესამე რომს ამ თავს თვლიან კონსტანტინოპოლის ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეებად, მათ თავიანთი იმპერიის გარდაქმნა, განვითარება, მოდერნიზება, მოწყობა აქვთ ბიზანტიურ სტილზე გადაწყობილი, ვისაც აინტერესებს უშუალოდ იმპერიის ნებები და იმპერიის შესახებ რაღაც წაიკითხოს და რაღაცა იცოდეს ყოველ შემთხვევაში, ეს არანაირი პუტინის რუსეთი არ არის. ეს არის საუკუნეების მანძილზე დამდგარი დალექილი აზროვნება ამ საზოგადოების, რომელიც თავს თვლის იმპერიად ბიზანტიის მემკვიდრედ და თავიანთ მიზნად აქვს დასახული სტამბულის აღება. სხვათა შორის არც ახლა არ ამბობენ ამაზე უარს. ძალიან საინტერესო ფენომენი არის, რომ აუცილებლად რუსული იმპერია, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ მიზნად არის, იმიტომ რომ მანამდე არსებულ რუსეთ-თურქეთის ომში მაშინაც ძალიან ახლოს ანდრიანოპოლის საბი დაიდო, ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან და სტამბული ჩანდა თვალით, სადაც რუსული გენერალიტეტი იდგა. აი ამ ომში ძალიან ახლოს იყვნენ. შემდეგ სტალინის პერიოდის საბჭოთა კავშირი ითხოვდა ბოსფორის და დარდანელის სრუტეების კონტროლს, ანუ სტამბულის კონტროლს და დანარჩენი ტერიტორიების დაბრუნებას და ამ პერიოდში ბირთვული ამერიკის შეერთებული შტატები გამოვიდა თურქეთის მხარეს, პერიოდში იძულებული გახდა მაშინ საბჭოთა კავშირს უარი ეთქვა, თუმცა დღევანდელი რუსეთიც არ ამბობს ამაზე უარს, ეს აქვთ თავში ჩაბეჭდილი. რას ამ ესეთი საზოგადოებაა, თუ კი ჩვენ გვენატრება ნიკოფსიიდან და რუბანდამდე საქართველოს, მათ აი ესეთი მიზანი უდევთ. ერთი ეს და მეორე ინდოეთის ოკეანეში პატინგების დაბანა. აი აქ დაიდო ეს ხელშეკრულება სან-სტეფანოში, სტამბულთან ახლოს. გაფორმდა ეს ხელშეკრულება, რომელმა ხელშეკრულებამაც, სხვათა შორის, უდიდესი მოგება მოუტანა რუსეთს. რა იყო ახლა ეს მოგება? მოდი მაინც რომ მე ვიღაც კრიტიკოსები გამომეკიდებია. ესე იგი, რას ითვალისწინებდა ეს ხელშეკრულება, რომ სიტყვა-სიტყვაზე არ გამომეკიდო. რაც შეიძლება გამოჩნდეს, არა და ეს ისეთი ისტორიული ფაქტი არის, რომ ესე იგი
სან-სტეფანოს მშვიდობიანი ხელშეკრულება. ეს არის ისტორიული ადგილი, სადაც იქნა დადებული ეს ხელშეკრულება. სან-სტეფანო თვითონ. ეს ასახავს იმ პერიოდის, ეს ის სახლია დღესდღეობით და ეს ის რა შედეგიც არის. დააკვირდით. ეს იყო ბრძოლის შედეგი. ეხლა ამ ბრძოლის შედეგში რა მოხდა? სერბეთი დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩერნოგორიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, დიდი ბულგარეთი. დააკვირდით ამას. ეს არის ბულგარეთი, რომელიც 300-ზე მეტი წელიწადი ყავდათ ოსმალებს ტყვეობაში. ბულგარეთმა უბრალოდ ფორმალურად დარჩა ვასლად ოსმალეთის იმპერიაში, თუმცა აღდგა ბულგარეთის როგორც სახელმწიფოებრივი, ისე პოლიტიკური დამოუკიდებლობა და უფლება მიეცა საკუთარი შეიარაღებული ძალების ყოფნის, თვითმმართველობის და ესე შემდეგ. რუმინეთი საერთოდ, რუმინეთს უკვე ოსმალები აღარც ფიქრობდნენ და ეს ტერიტორიები დარჩა. ამას პლუს. ასევე თურქეთს დაეკისრა 1,410 მილიონის კონტრიბუცია, რომელიც 1 მილიარდი და 100 მილიონი ტერიტორიების ხარჯზე, კარგად დააკვირდით, ტერიტორიების ხარჯზე უნდა ყოფილიყო გადახდილი. ეს რა არის? არდაღანი, ყარსი, ბათუმი, ბაიაზეთი, აღმოსავლეთი ანატოლია და ეს კიდე დობრუჟბა ეს ეძახიან ამებას. ეს ტერიტორიები ფულის სანაცვლოდ კონტრიბუციაში გადადიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. დარჩენი 300 მილიონი რუბლი და ეს იმდროინდელი კურსი არის, სადაც ხუთმანეთიანით, ეგრეთ წოდებული ხუთმანეთიანით ხარისყიდვა შეიძლებოდა. წარმოგიდგენიათ რა კოლოსალურ თანხებზე არის იმ პერიოდის გათვლით საუბარი. და ესე გაფორმდა ეს ყველაფერი. უშუალოდ პროცესი, ხელშეკრულების გაფორმების პროცესი. ხედავთ, აგერ მიახვედით კავკასიურ ტანსაცმელში გამოწყობილებს, თურქებს, რუს გენერალიტეტს და ასე იქნა. შემოგარგებო ეს ხელშეკრულება დადებული. მაგრამ ყველაფერი ასე არ მთავრდება. რა ხდება შემდეგ? ეხლა ორი დეტალი დამრჩა მოსაყოლი. და შემდეგ დაგასვენებთ აღარ გადაგღლით ამ საკითხთან დაკავშირებით. პირველი, უშუალოდ რომელიც უკავშირდება ხელშეკრულებას. ეს უზარმაზარი მონოპოვარი რუსეთის იმპერიის ტერიტორიული გაფართოება, ასევე თურქეთის იმპერიის საბოლოოდ ამოკვეთა ფეხი კავკასიიდან და ბალკანეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ ბალკანეთის ქვეყნებმა კავკასიიდან განსხვავებით მიიღეს ესე რა ქვია დამოუკიდებლობა, ისინი რა თქმა უნდა რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩებოდნენ, მაგრამ ეს ტერიტორიული შეერთება არ ხდებოდა, ტერიტორიული მიერთება ხდებოდა მხოლოდ კავკასიის ფრონტის მიმართულებას. აჭარის, ტაო-კლარჯეთის და ესე შემდეგ. ამან ძალიან შეაშფოთა და აღაშფოთა დემოკრატიული სამყარო. დღევანდელი ნატო, ასე რომ ვთქვათ, იმ პერიოდის ნატო იყო. ეხლა ვინ იყვნენ ესენი? ეს ხალხი იყო დიდი ბრიტანეთი, მაშინდელი ავსტრია-უნგრეთის იმპერია, რომელიც ასევე უდიდეს როლს თამაშობდა ევროპაში და არანაკლები ინტერესები ჰქონდა ბალკანეთზე და ომები ჰქონდა ოსმალეთის იმპერიასთან, მაგრამ ვერ შეძლო ოსმალეთის იმპერიის დამარცხება, ამიტომ შვიდად წყარად იჯდნენ ეს ქვეყნები და სხვისი ხელით გველიც მარტივად დაიჭირებაო, უყურებდნენ როგორ გაანადგურებდა რუსული ჩექმა თურქულ ჩალმას და ელოდებოდნენ თავიანთ მომენტს. როგორც კი დამთავრდა ეს ომი, დაიდო ეს სან-სტეფანოს ხელშეკრულება,
თურქეთმა დაკარგა დამოუკიდებელი და იმპერიის სტატუსი, რომელსაც დამოუკიდებლად შეეძლო მის ყველაფერი გადაეწყვეტა. დამოუკიდებლობა კი არ დაუკარგია, მაგრამ აი ის სიძლიერე და გავლენა, რაც მანამდე ჰქონდა. გახდა დამოუკიდებული ინგლისზე, გახდა დამოუკიდებული ავსტრიაზე, გავლენების მხრივ და ინგლისის და ავსტრიის ინტერესები გადაიკვეთა ამ მომენტში, რომელიც თურქეთის სასარგებლოდ უნდა გამოყენებული. ეხლა რაში იყო საქმე? ინგლისის პირველი შიში იყო იმასთან დაკავშირებით, რომ არ მომხდარიყო კონსტანტინოპოლის აღება რუსების მიერ, იმიტომ რომ სრუტეების ჩაკეტვა ხდებოდა. ეს ერთი. ავსტრიის შიში იყო ის, რომ ბალკანეთში შეიძლება შექმნილიყო ერთი დიდი ძლიერი სლავური სახელმწიფო, ეს სერბეთის, ჩერნოგორიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, ბულგარეთის, თუმეტეს, როდესაც რუსეთი შემოვიდოდა იქ, ეს ავტომატურად უქმნიდა პრობლემას. და კონტრიბუციის თანხა, რომელი კონტრიბუციის თანხაც რუსეთისთვის, რუსეთს უნდა მიეღო, ამ მიღებული თანხით, რა თქმა უნდა, რუსეთი ამას მოახმარდა საკუთარი არმიის და ქვეყნის გაძლიერებას, კიდევ უფრო გაუმეზობლდებოდა ევროპას. ამიტომ წამოაყენეს რუსეთთან პრეტენზიები, რომელიც შეიძლება გადაზრდილიყო უკვე ბრიტანულ-ავსტრიულ-თურქულ ომში. ბალკანეთზე. რომელი ორი იმპერიაც, რა თქმა უნდა, და პლუს თურქეთი, რომელიც აუცილებლად გამოიღვიძებდა და ამის მწარე გაკვეთილი ჰქონდათ 1856 წლის ყირიმის ომის რუსებს, სადაც მე მინდა ვთქვა, რომ აი ამ ომში მართალია ყირიმი მაშინ დაიკავა ბრიტანულმა, ფრანგულმა, თურქულმა და იტალიურმა კორპუსმა, მაგრამ სხვა ტერიტორიებზე ეს იქნებოდა კავკასიის ფრონტზე, თუ იგივე ვლადივოსტოკის მიმართებაში, მათ შეძლეს არათუ მოგერიება, არამედ პირიქით ოსმალური ტერიტორიების დაკავება და საინტერვენტო ჯარების მოგერიება. ამ შემთხვევაში მე იძულებული გახდნენ, რომ ეს ტერიტორიები ყირიმის შესანარჩუნებლად გადაეცათ. მაგრამ ომი იყო ძალიან დიდი, სისხლისმღვრელი და პრაქტიკულად ერთი ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა, ერთი იმპერია ეწინააღმდეგებოდა სამ უზარმაზარ და ერთ ძლიერ სახელმწიფოს. და ამის გამეორების სურვილი ნამდვილად არ ჰქონდათ. და ფაქტი იყო, რომ უკვე ინტერესთა კვეთა ისე ძლიერად ხდებოდა ბალკანეთზე, რომ ეს გარდაუვალი იქნებოდა. და ამ გარდაუვალ ომში რუსეთი აუცილებლად წააგებდა. ამიტომ იძულებული გახდნენ, რომ ეს სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება დაყაბულებულიყვნენ ამ საზავო ხელშეკრულების გადასინჯვას. იმ პერიოდისთვის საფრანგეთი წაგებული აქვს ომი პრუსიასთან. ეს არის ოტო ფონ ბისმარკის გერმანია, რომელმაც ისტორიული შიში გატეხა ფრანგებთან და დაამარცხა საფრანგეთის არმია. თუმცა აქაც ძალიან საინტერესო მომენტი იკვეთება თვითონ გერმანიის რკინის კანცლერი, რომელიც იყო ოტო ფონ ბისმარკი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ძალიან თბილ და ტკბილ ურთიერთობაში იყო და ფლირტი ჰქონდა და ცნობილი არის ისტორიაში რუსეთთან ძალიან თბილი და ტკბილი დამოუკიდებლობით, კარგად ხედავს იმას, რომ თუ კი დადგება რუსეთის მხარეს, რუსეთი უფრო და უფრო გაძლიერდება და შემდეგ გერმანიასაც მოუკავკუნებს. ამიტომ საჭირო არის ისე, რომ ეს ომი დამთავრდეს ისე, რომ რუსეთსაც რაღაცა წვლილი, რა თქმა უნდა, შეხვდეს და ამ დამცირებულად არ იგრძნოს თავი, თუმცა არ მოხდეს ძალიან რუსეთის გაძლიერება. ამიტომ რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე მეორეს ეუბნება, რომ რა ვქნა, მე ამ ქვეყნებთან დაპირისპირებაში ვერ შევალ, ერთადერთი რაც შემიძლია, მოვაწყო ბერლინის საერთაშორისო კონფერენცია, რომელ კონფერენციაზეც დიპლომატიური გზით იქნება სან-სტეფანოს ზავის ხელშეკრულება გადასინჯული. მაგრამ ამის გამო მე კონფლიქტში ვერ შევალ, ვერც ავსტრიასთან, ვერც ინგლისთან, მით უმეტეს გერმანიას მაშინ თავისი პრობლემები ჰქონდა, ახალ ნაუმარი იყო ავსტრიასთანაც, გამარჯვებით სხვათა შორის საფრანგეთთანაც და კიდევ უფრო გართულება, აი ეს არის პოლიტიკა, იცით? ყველა ცდილობს თავისი მღვრიე წყალში თავისი თევზის დაჭერას. ზუსტად აი ამ მღვრიე წყალში მოხდა ჩვენთვისაც იმ პერიოდში თევზის დაჭერა. ჩვენი ისტორიული ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენა და აჭარის გათავისუფლება და ტაო-კლარჯეთის გათავისუფლება იმ პერიოდში, თორე როდესაც შენ არ ახარ დამოუკიდებელი სახელმწიფო და მით უმეტეს სუსტი სახელმწიფო ხარ, ხო? დღეს როგორიც არის საქართველო, ხო? ვის რა ტერიტორიული პრეტენზიები უნდა წაუყენო და რა ისტორიულ სამართლიანობაზე უნდა ესაუბრო, როცა ყველა იქეთ წართმევაზე არის. აი ეს სიტუაცია იხლართება აი აქ. და ეხლა რა ხდება ამ პერიოდში? სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება, რომელმაც რუსეთს მოუტანა უზარმაზარი მოგება, ისინჯება. ისინჯება და ისინჯება შემდეგნაირად. ესე იგი, რა თქმა უნდა, ტერიტორიული ცვლილებები იმდინარეობს აი საზავო ხელშეკრულებაში, აი დააკვირდით. კაცრავად ერთი წამით. აი ეს არის უკვე ბერლინის ხელშეკრულებით, აი ეს ტერიტორიული საზღვრების ცვლილება, დააკვირდით, მანამდე რაც იყო, ანუ იყოფა ბულგარეთი, ნაწილი რჩება ისევ თურქეთს, ასევე ხდება შეცვლა მაკედონიის საზღვრების. აი ძალიან ბევრი საინტერესო მომენტები, აი ისევ აი აქაც ბერლინის საზავო ხელშეკრულების თანახმად. განსაკუთრებით აქტიურად ოსმალები ითხოვენ ხა ვიღაცას მანდამაინც ახლა მოუნდა დარეკვა. კაცრავად არ მცადი. განსაკუთრებით ოსმალები ახლა ითხოვენ ბერლინის საზავო ხელშეკრულებაზე აჭარის და ტაო-კლარჯეთის ოსმალეთის იმპერიაში დაბრუნებას. ნუ თავგამოდებულად მიმდინარეობს ეს, იმიტომ რომ ეს არის კავკასიაში ოსმალური საყრდენი პუნქტები, რომელიც ისტორიულად მიჩვეული არიან ოსმალეთის იმპერიის ჩექმას. იმ პერიოდის სხვათა შორის საინტერესო მომენტი არის, როდესაც ბათუმში შესვლაზე ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ ვერ იყო გარკვეული, გამაჰმადიანებული, იძულებით გამაჰმადიანებული აჭარის მოსახლეობის ბეგების პოზიცია იყო ძალიან საეჭვო. იმიტომ რომ შეიძლებოდა არ დაეჭირათ ხარი რუსეთისთვის, რუსულ-ქართული შენაერთისთვის და საინტერესო არის მაშინ ხიმშიაშვილის ბეგი ხიმშიაშვილის მოქმედება, რომელმაც მოითხოვა ბეგების სახელით და აჭარელი ხალხის სახელით, წავიდა ამ ნაბიჯზე, მოითხოვა ქართულ-რუსული შენაერთის შესვლა აჭარაში და ეს შენაერთი შეყვანილი იქნა არაშავი ზღვის მხრიდან, ეს იქნა შეყვანილი ახალციხის მხრიდან, გოდერძის უღელტეხილით იქნა გადალახული და მთიანი აჭარიდან დაიწყო რუსული არმიის შესვლა აჭარაში და აჭარის რუსულ-ქართული არმიის შესვლა და გათავისუფლება აჭარის. და იციან ახლა თურქებმა, რომ განწყობა პროთურქული აჭარაში არსებობს. თუმცა ძალიან მტკიცე და ძალიან ყარი პოზიციის პერიოდის დიპლომატების დადასტურებული იქნა ის, რომ ეს ყველაფერთან ერთად იყო განუყოფელი ქართული მიწა, რომელიც საუკუნეების მანძილზე იყო დაპყრობილი ოსმალეთის მიერ და ასევე კონტრიბუცია, რომელიც 1.400.000.000 რუბლს, 410 მილიონ რუბლს ითვალისწინებდა ამ მიწის რუსეთის იმპერიის ტერიტორიაში შესვლას და უარი ეთქვათ ოსმალებს კავკასიის ფრონტზე მომხდარიყო აი ამ მიმართულების აჭარის და ტაო-კლარჯეთის გადაცემა. თუმცა აქაც შევიდა ცვლილება ბაიაზეთის ციხე, რომელზეც სისხლის მსხურელი ბრძოლები იქნა გამართული და ძალიან ცალკე საინტერესო მომენტი არის. ბაიაზეთის ციხე და ერზერუმამდე გადასული ტერიტორიები, ეს ტერიტორიები დაუბრუნდა ისევე ოსმალეთის იმპერიას. ეხლა და კონტრიბუციაში შევიდა ცვლილება, მხოლოდ და მხოლოდ 300 მილიონი რუბლი იქნა ოსმალეთის იმპერიას გადასახდელი. ეხლა რატო გამოიდეს, ხო, თავი ვიღაცა იტყვის, რატომ გამოიდო თავი ეგრე ძალიან
ბრიტანეთმა ოსმალეთის გულისთვის. საქმე ის არის, რომ ოსმალეთი იმ პერიოდისთვის ფლობდა ასევე კუნძულ კვიპროსს. აი ამ გადასინჯვის სანაცვლოდ დიდმა ბრიტანეთმა საჩუქრად ოსმალეთისგან მიიღო კვიპროსი. გახსნა იქ თავისი სამხედრო ბაზა, ძალიან დიდი ხნის მანძილზე, მსოფლიო ომის პერიოდშიც კი, კვიპროსზე და დღემდეცაა სხვადასხვა სამხედრო ბრიტანული სამხედრო ბაზა იქ. ბრიტანეთის შემადგენლობაში რჩებოდა კუნძული კვიპროსი. და რა თქმა უნდა ავსტრიაზე, როგორც თქვით, ავსტრიას მიეცა გარანტია, რომ ბალკანეთის ტერიტორიაზე დიდი სლავური ერთობა, როგორც იყო მაგალითად მერე იუგოსლავია, ეს არ შეიქმნებოდა. მართლმადიდებელ სლავთა კავშირი. და ამის ფონზე შექმნილი სახელმწიფო. ეხლა რაც აი ამით მინდა ეხლა დავასრულო უბრალოდ ამ უშუალო ბრძოლებთან დაკავშირებით და პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით ეს ყველაფერი. მაგრამ აი ეს არის პოლიტიკა, ეს არის რეალობა. და დღეს ესეც პოლიტიკის შედეგი არის, რომ როდესაც ამ ხნის მანძილზე იქნა გათავისუფლებული აჭარა და დაბრუნებული საქართველოსთვის, მაშინ ილია ჭავჭავაძე და უამრავი ქართველი მოღვაწეები, ცოცხლები, ვინც იყვნენ, ეს დიდი ქართველობა მთელ საქართველოს მოუწოდებდა, რომ თუ რამე შეეძლოთ დახმარება დედა სამშობლოზე დაბრუნებული აჭარისთვის. საქართველოს ყველა კუთხეში ჯორკიდებულები, ყველაფერი ეს იტვირთებოდა, ირაზმებოდა, იგზავნებოდა აჭარის დასახმარებლად დანარჩენი საქართველოსთან, რომ მათ ეგრძნოთ, რომ ისინი დაუბრუნდნენ დედა სამშობლოს. და დღეს ახლა რო გააჩერო ნებისმიერი აი 10-დან 9. ხშირ შემთხვევაში შეიძლება 10-დან 10. საერთოდ აზრზე არა იმისი, რას ნიშნავს დღევანდელი დღე? რას წარმოადგენს დღევანდელი დღე? რა მნიშვნელობა გააჩნია მის საქართველოს უახლეს ისტორიაში და საერთოდ რაზეა საუბარი თურქეთი ძმა, რუსეთი ოკუპანტია. ამ მდგომარეობაში ჩავარდნილი ქართველები. ყველაზე დიდი ოკუპანტი ჩვენთვის არის გაუნათლებლობა, შური, ერთმანეთის მტრობა, სიძულვილი და საკუთარი სამშობლოს მიმართ ზიზღი ქვეცნობიერი. აი ეს არის. რომელსაც ვერანაირად ვერ მოუარეთ. დასასრულს მინდა აი ამ ზიზღთან და შურთან და სიძულვილთან დაკავშირებით აი ერთი საინტერესო დეტალზე ვისაუბრო, რომელიც აი ამ ომში მოხდა. იტყვიან რომ დროება იყო სხვაო და ყველა დროებაში ადამიანები არიან და ყველა დროებაში ღირსებაა, თავმოყარეობაა, ცუდი საქციელია და კარგი საქციელი. ამიტომ ამ ომის დროს მე მინდა ახლა ობიექტურები რომ ვიყოთ, პატივისცემის, ასე რომ ვთქვათ, დამოკიდებულება თუნდაც მტრის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ. ჩემი დამოკიდებულება თურქეთის და ოსმალეთის მიმართ ყველასთვის ცნობილია, თუმცა არანაირად ეს პიროვნულ ღირსებებზე ადამიანის, რომელიც შეიძლება თურქი იყოს, არანაირად არ ვცემდება ადამიანი, ან არის ღირსეული, ან არის უღირსი. ამიტომ მე მინდა აი ბოლოში, ფინალში გესაუბროთ იმ პერიოდის ცნობილ თურქ გენერალზე, ლეგენდარულ პიროვნებაზე, რომელმა პიროვნებაც თურქეთის ისტორიაში ითამაშა უდიდესი როლი. უდიდესი როლი ითამაშა და იყო ამ ბრძოლების ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი თურქეთის მხრიდან. და ნურავის მგონია რომ თურქები არ იბრძოდნენ თავგამოდებით, ეს იყო სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა. ამიტომ მათ პატივისცემაც ეკუთვნით, მე მაშინ, იმიტომ რომ მათ შეძლეს
ვაშკაცურად ებრძოლათ, თუმცა ვერ გაუმკლავდნენ ამ რუსულ იმპერიას. ახლა მინდა გაჩვენოთ მე თქვენ ეს ადამიანი. და აი ამ ადამიანის პიროვნება თურქეთის უახლეს ისტორიაში აქვს ძალიან დიდი როლი ათამაშები. მინდა გაჩვენოთ ეს იყო აი ეს პიროვნება, რომელიც სხვათა შორის მინდა ახლა ამ ბიოგრაფიას დავიწყებდე, ტყვეთაც ჩავარდა. ტყვეთ ჩაიგდეს, ტყვეთ აიყვანეს რუსებმა. თავის საარმიო კორპუსთან ერთად. ეს არის ეს ადამიანი. ოსმან ნური ფაშა. ეს არის მისი დატყვევების პერიოდი. დააგვირდით. იმდენად ძლიერი და იმდენად ვაშკაცი პიროვნება იყო ოსმან ნური ფაშა. დატყვევების დროს გაჩვენებთ ახლა. არის ნახატიც კი შექმნილი. რუსული არმიის გენერალიტეტმა მას როგორც ღირსეულ მტერს და ღირსეულ მოწინააღმდეგეს მარშალის წოდება მიანიჭეს და ხმალი გადაცეს. აი ეს ნახატი აღწერს აი ამ პროცესს. აი ესეთი ღირსეული პიროვნება იყო ეს ადამიანი, რომელსაც ასევე უდიდეს პატივს სცემდნენ ოსმალეთის იმპერიაში. ძალიან დიდი ხანი იცოცხლა, დაიბადა 1832 წელს და გარდაიცვალა 1900 წელს. 48 წელი 1952-1900 წელი. მსახურობდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. გაზი ოსმან ფაშას ეძახდნენ თვითონ. ახლა გაზი ნიშნავდა გამარჯვების მომტანს. და ასევე ლომი ოსმალეთის სულთანმა მას შეარქვა ზედმეტ სახელად ლომი. აი ეს პიროვნება იყო. მონაწილეობდა მთელი მისი ცხოვრება ატარებდა ბრძოლებში. დაწყებული პირველი საბრძოლო ნათლობებიდან, ასე რომ ვთქვათ, ჯერ კიდე შემდეგ გახდა, სამხედრო მინისტრი გახდა შემდეგ ოსმალეთის იმპერიის. დაწყებული ბალკანეთზე აჯანყებების ჩახშობიდან დამთავრებული ბოლოს, როდესაც კი სიკვდილამდე 3 წლით ადრეც კი 1897 წელს, როდესაც თურქულ ბერძნული ომი იყო, მონაწილეობდა, რა თქმა უნდა, უკვე როგორც სამხედრო მინისტრი და გამარჯვებით დაასრულეს ოსმალებმა მისი ხელმძღვანელობით ბერძნებთან ომი. მაგრამ რაში იყო საქმე? 1867 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს, როგორც გითხარით, ერთ-ერთი ალყის პერიოდში მე მგონი პლევა ერქვა იმ ადგილს, სადაც თურქული არმია იქნა ალყაში მოქცეული. სისხლის მღვრელი ბრძოლების შემდეგ თვითონაც დაჭრილი იყო, იძულებული გახდა, რომ თვითონაც და მისი არმიაც იმ პირობით თუ ჯარისკაცებს არ შეეხებოდნენ, არ დასჭირდნენ სიკვდილით და ექნებოდათ ნორმალური ტყვეობის პერიოდი, იძულებული გახდა ოსმან ფაშა განადგურების ნაცვლად ჩაბარებოდა რუსულ იმპერიას. როგორც გითხარის, მას როგორც ძლიერ სამხედრო პიროვნებას, აჩუქეს ხმალი
მისცეს საპატიო ტყვეობის უფლება, ყავდათ კიშინიოვში ტყვედ წაყვანილი, ხარკოვში წავდათ. და მან პირადად დაუწერა წერილი და გაუგზავნა მეჰმედ ფაშას, მაშინ მეჰმედ რაუფ ფაშა ესე იყო ოსმალეთის სულთანი. მოთხოვნით, რომ მიუხედავად რომ ის იმყოფებოდა რუსეთის იმპერიის ტყვეობაში, ის ითხოვდა მისი ფაშისგან, რომ არანაირ შემთხვევაში არ დაეშვა რუსი და რუსეთის იმპერიის ტყვეების მიმართ, რომელიც ოსმალეთის მხარეს იმყოფებოდა, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოქმედება. იმიტომ რომ თვითონ როგორც ტყვეს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და იმ ოსმალ ტყვეებს, რომლებიც იყვნენ დატყვევებული, არ ექცეოდნენ ასე. ეს ღირსეული პიროვნება იყო ის. გარდაიცვალა 1900 წლის 5 მაისს სტამბულში. დასაფლავებული არის იქვე მეჩეთში სადღაც, ზუსტად არ ვიცი. ასე რომ, როდესაც დღეს ხდება უღირსი დამოკიდებულება ადამიანების მხრიდან, უბრალო მოქალაქეების, ან დატყვევებული ტყვეების მიმართ და ამაზე ტაშფანდური მიტის, ხო, აი თუნდაც იდეოლოგიის შვილის მკვლელის მიმართ, საერთოდ დუგინი კი არა, შოთა რუსაველი არ იცის ხალხმა ვინაა, ხო? და ამაზე ბედნიერებას განიცდის ძალიან ბევრი, ხო? მქონდა წინა ლაივი, მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის დამარცხებული, დადედლებული, დალაჩრებული, კაცობა და ღირსება აყრელი ადამიანების საქციელი. მე ამით ვერც სიამოვნებას ვღებულობ, არც ბედნიერად მიმაჩნია თავი, მით უმეტეს ტყის შვილის სიკვდილით. რატო უნდა გავიხარო? არც ვერ წარმომიდგენია. მაგრამ ესაა დამარცხებული, სუსტი, ლაჩარი, დედალი ადამიანების, დედალი კაცების საქციელი, რომლებსაც სხვა მხრივ ბედნიერების მიღება და სიამოვნების მიღება არ შეუძლიათ, იმიტომ რომ მათში კაცური და ვაშკაცური არაფერი არ არსებობს. ასე რომ დამით მიაგზა თქვენთვის და მიბრძანდით. უღირსი ადამიანების ხვედრი, ესაა. საკმაოდ ბევრი უღირსი არის სამწუხაროდ საქართველოში. აი ამ თემასთან დაკავშირებით მინდოდა საუბარი. რა ვიცი, მეტნაკლებად საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე მე მგონი. თუ კი ვინმეს გააქვთ რაიმე კითხვა, სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. თუ არა და დაგემშვიდობებით და ვიდეოს ავტვირთავ Facebook-ის გვერდზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმის გამო, რომ იმყოფებით საინფორმაციო ვაკუუმში. ვაკუუმში არა, უკაცრავად ბლოკადაში, გამოიწერეთ ჩემი გვერდი YouTube-ზე და შემოგვიერთით Telegram არხზე. დავებოდები ერთი წუთი, 2 წუთი თუ ვინმეს კითხვა გაგაჩნიათ, თუ არა და დაგემშვიდობებით. აი ეს იყო დღევანდელი ჩემი ბლოგის და დღევანდელი დღის მიმართ მიწყვნილი თემა. გადავხედო ხო არ არის. აი მეკითხვა, ეს კი ბატონო ეს ომის ქრონოლოგია არის. აი ბატონო გეთანხმები. აი ეს კითხვებს ვერ ვხედავ, მე მგონი არც არავის არანაირი კითხვა არ აწუხებს. ამიტომ მეც დაგემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. უფალი იყოს თქვენი შემწე, ყველაფერ კარგს გისურვებთ და რა ვიცი, ვიცოდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია. თორემ ერი რომელიც თავის ისტორიას ივიწყებს, მას მომავალი არ გააჩნია და ცხონებული ზვიად გამსახურდი ამბობდა, არა თუ უნდა დაავიწყო, არამედ უნდა გაუყალბო ისტორია, რომ ცნობიერება ბოლომდე აურიო და ნუ გაიყალბებთ და ნუ აირებთ ცნობიერებას. ნუ იქნებით ტელევიზიის და
ბინძური, ნაგავი, დაბალი დონის პოლიტიკანების აზრის ტყვეობაში მთელი თქვენი ცხოვრება. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.